მოგილოცავთ 2025 წელს, საუკეთესო წელი ყოფილიყოს ეს წელი თქვენს ცხოვრებაში. ასევე მოგილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ ქრისტე იშვას თქვენს ოჯახებში და თქვენს გულებში. ჩემო კარგო ემიგრანტებო, ჩემო ქართველო ხალხო და ჩემო საქართველო, ასევე ვინც ჩემს ვიდეოს ნახავს, სულ ყველას მოგილოცავთ აი ამ ლამაზ წელს, ლამაზ დღეს, ქრისტეშობას, დღეს ქრისტეშობაა. მე ვარ ჯგუფი ემიგრანტო დაეხმარა ემიგრანტის ხელმძღვანელი მარინა სამსონიძე და ყოველწლიურად, ყოველი წლის ბოლოს ჩვენ ვაჯამეთ და ვავრცელებთ შედეგს, თუ რა ქველმოქმედება გავაკეთეთ გასულ წელს. 2023 წელში ჩვენ გავაკეთეთ ჩვენმა ემიგრანტებმა, ათელის ემიგრანტებმა, ძლიერმა ჯგუფმა გააკეთა 7,295 ევროს ქველმოქმედება და ეხმარა როგორც ემიგრაციაში მყოფ ემიგრანტებს, ასევე ჩვენს რეგიონებში, საქართველოში, სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ქართველ ხალხს, ჩვენს თანამემამულეებს. მადლობა თქვენ ამისთვის, ათენის ემიგრანტებო, ჩემო ემიგრანტებო, ჯგუფის წევრებო, ემიგრანტო დაეხმარა ემიგრანტს, ჯგუფის წევრებო. უდიდესი მადლობა ამ სიკეთისთვის და ამ წელს, 2024 წელს, ჩვენ გავაკეთეთ 5,065 ევროს ქველმოქმედება. გასული წლის და წინა წლის შედეგები ყოველთვის დევს და ვისაც დაინტერესებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ზე. ყველა წლის შეჯამება გვიდევს YouTube-ზე და იქ ნახავთ თუ რა გაკეთდა, სად და როგორ გაკეთდა. 6 წელია არსებობს ჩვენი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობ მე და 6-ვე წლის ყოველწლიური შეჯამება გვაქვს YouTube-ზე ატვირთული. ამ წლის, ანუ 24 წელში ჩვენ დავეხმარეთ დარეჯან ლიკოკელს, რომელიც ნიკიას ავადმყოფოში პირადად მე ვესტუმრე, მოვინახულე და გადავეცი 565 евро სულ ჩვენი ემიგრანტებიდან შემოსული, თქვენიდან, ჩემო ემიგრანტებო. ნაილი მიქაბერიძეს ავადმყოფოში იპოკრატოში ვესტუმრე და გადავეცი 320 евро. ნინა ექვსიმაშვილს, რომელიც არის მრავალშვილიანი დედა, დედების დღეს მოითხოვა მან და დავეხმარეთ 200 ევროთი. დედის დღეზე მოვაწყეთ ჩვენ წვეულება, მოვიწვიეთ მრავალშვილიანი დედები, სადაც გვყავდა 4შვილიანი, 5შვილიანი, 6-იანი, 8შვილიანი დედები და გავუკეთეთ საჩუქარი 880 ევროსი. დავით მჟავი 10 წლის ბიჭი, ბათუმელი, რომელიც თურქეთში გადიოდა რეაბილიტაციას, ჩვენ მას აუკრიფეთ თანხა და 1290 ლარი გადაუგზავნეთ. ბექა ცარციძეს, რომელიც არის ჩვენი ემიგრანტი, მოყვანანგრევებში და ამ წუთებში და ამ წამებშიც არის მიჯაჭული, იგი ავადმყოფოში მოვინახულე, მე თვითონ და გადავეცი იქ 100 евро სამსახურებიდან და ასევე ხალხისგან შემოსული თანხით, შემდეგ რამოდენიმე დღის მერე 830 евро გადავეცი. 830 евро. მინდია გეგელაძე, რომელიც ცხოვრობს ბათუმში, გადავეცით სამსახურების თანხა 100 евро. ბორჯომში შეშემო ბავშვებს ჩაუტანეთ როგორც ამანათები, ასევე 1000 ლარი. ორი ადამიანი ფსიქოლოგიურად მდგომარეობაში ვერ იყვნენ კარგად, ფსიქოლოგიურად ვერ იყვნენ კარგად, გადავარჩინეთ ისინი ჩვენ ქუჩაში ყოფნას, ჩემმა ემიგრანტებმა გადაარჩინეს ქუჩაში ყოფნას და დავეხმარეთ და ჩავაბარეთ ოჯახებს. ლელა ლელაკო ჩვენი ემიგრანტი, დავეხმარეთ მას და გადავეცით 470 евро. გიორგი ბერიძეს 21 წლის ქუთაისში გაუგზავნეთ და დავეხმარეთ 100 ევროთი.
სამწუხაროდ ეს ბიჭი გარდაიცვალა 21 წლის ბიჭი, ნათელი მოგონება ქონებოდეს მას და სამძიმარი ოჯახს. ბექა ცარციძეს ირინი ტურში გვიდგას ჩვენ ყუთი, გავხსენით და 140 ევროთი დავეხმარეთ. ნია და თათული ხაშურში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც კატასტროფაში მოყვნენ, დავეხმარეთ, საავადმყოფოში იმყოფებოდნენ და გაუგზავნეთ 970 ლარი. 4 ობოლი ბავშვი, 4 ობოლ ბავშვს, რომელსაც დიკა სალაყაია უწევდა ქველმოქმედებას, ჩვენი ემიგრანტების სახელით შეგროვდა თანხა და გადავგზავნეთ 980 ლარი. ასევე ბექა ცარციძეს საახალწლოდ ვეწვიე ჩვენს ემიგრანტს და საჩუქრად ჩვენ სამსახურების თანხით გავუკეთეთ 200 ევროიანი საჩუქარი, უყიდეთ Samsung-ის ტელეფონი. ასევე ირინი ტურში მდებარე ყუთიდან ამოვიდა 150 евро და ესეც გადავეცით მას. საავადმყოფოში მოვინახულე ვაჟა ლეკვიაშვილი, რომელსაც 240 евро გადავეცი. და სულ აი ამ ყველაფერმა შეადგინა 565 ევროს თქვენიდან, ჩემო კარგებო. აქვე მინდა აღვნიშნო და თქვა ის სიკეთე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნაკეთები, ჩვენ ემიგრაციაში გვაქვს დონორები და რამოდენიმე უამრავ ადამიანი დავიცავით ჯანმრთელობისგან და გავიღეთ სისხლი მათთვის. ანუ დავეხმარეთ ამ ხრივაც. ასევე გვყავს რეამობილი მოპოვებული. მე რამოდენიმე ემიგრანტი დამიკავშირდა, რომლებმაც მითხეს არიან 20-25 წელიწადი აქვს და ასეთი რამე არ მომხდარა და ახლა ხდება ჩვენი ჯგუფის თანადგომით და ტაო-მედიის თანადგომით. მადლობა მათ, რომელიც მოპოვებული იქნა, წინათ ჰქონდათ ხალხს საშუალება შესაძლებლობა, მაგრამ ვერ ხდებოდა მათი გადაყვანა და ჩვენ აი დღეს გვაქვს შესაძლებლობა მოვიპოვეთ. ეს ტაო-მედია რეამობილი, რომელმაც შეძლო და რამოდენიმე ადამიანი სიცოცხლეს დაიცვა და ადგილამდე თავის ოჯახებამდე ათენიდან ჩაიყვანეს. აი რამოდენიმე ემიგრანტს ამოვიკითხა, ვისი სიცოცხლე ჩვენ ნამდვილად დავიცავით და სიცოცხლები არიან ეს ადამიანები, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. ელენი თვარაძე, ციცინო ნარიმანიძე, დიანა არაბიძე, ნაილი მიქაბერიძე, დარეჯან ლიკოკელი, თინა მესტუმრიშვილი და ასევე ჩვენ საქართველოდან ტაო-მედიით, მადლობა ტაო-მედიას, გადმოიყვანა ბერძენი მამაკაცი საქართველოდან ათენში. ჩასული იყო საქართველოში სტუმრად, გახდა იქ ცუდად და ვეღარ მოდიოდა იქიდან და ჩვენი ტაო-მედიის მოვაკითხეს ჩვენ და ტაო-მედიის დახმარებით ჩამოვიყვანეთ ჩვენ ეს ადამიანი ათენში. დიდი მადლობა თქვენ. დიდი ვიდეო რო აღარ გამომივიდეს, აქვე მიულოცავ ახალ წელს, შობა ახალ წელს, წარმატებები მინდა უსურვო, აი სამ ტურს, სადაც დგას ჩვენი ყუთები და საიდანაც კეთდება უამრავი სიკეთე. ბორჯომი ტურს, ბატონ დიმიტრის, ნინოს უდიდესი მადლობა თანამშრომლებს, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ, დიდ ვალდებულებას იღებთ თავზე, აქცევთ ყურადღებას ყუთს და სადაც ხდება თანხის შეგროვება და კეთდება დიდი ქველმოქმედება. ასევე ირინი ტურს, იგივე მოვალეობას ასრულებთ, ჩვენს ყუთს ხელმძღვანელობთ და იქიდან შემოდის თანხა, სადაც ვეხმარებით ემიგრანტს. დიდი მადლობა თეთრღამ რესტორანს, ქალბატონ მზიას, თანამშრომლებს, სადაც დგას ჩვენი ყუთი და იქიდანაც ხდება აი ამ დიდი სიკეთის კეთება, ამ ჩამონათვალის, რაც მოხდა აქ და რაც გაკეთდა. მოგილოცავთ ყველას დამდეგშობა ახალ წელს, წინსვლა, წარმატებები, ხვავი ბარაქა ქონებოდეთ ამ წელში, გამრავლება, გახარება და ნუ ყოფილიყოს გაჭირება, ნუ ყოფილიყოს შეჭირვება და ამის შემდეგ სულ ჩვენ დახმარება ერთი მეორეს გაუწიოთ, დახმარების ხელი ხინში, მხიარულებაში, ქორწილში და დაბადების დღეებში. მადლობა მათ, ვინც გვიყურებს, მადლობა ვინც შეგვიფასებს ჩვენ აი ამ ვიდეოს.